გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის საინვესტიციო და ენერგეტიკულ პოლიტიკას, დაწყებული ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის საერთო ინტერესის სტატუსის მინიჭებით. რაც საქართველოსთვის ახალი ენერგეტიკული შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის. ასევე განვიხილავთ, როგორ აისახება ეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, რამდენად კონკურენტულია საქართველოს ენერგეტიკის მიმართულებით და რა გამოწვევები ახლავს ამ ამბიციას, რომ ქვეყანა შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდეს. პარალელურად ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც აუცილებლად ექცევა ბიზნესის ყურადღების ცენტრში. რა პრობლემებს აწყდება კერძო სექტორი კვალიფიციური სამუშაო ძალის მხრივ და როგორ ხვდება ბიზნესი მთავრობის დაანონსებულ განათლების რეფორმას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან მებხვაძეა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი საუბარი დავიწყოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებით იმის გათვალისწინებით, რომ იქამდე სანამ გახდებოდით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პირდაპირ შემხებლობა ჰქონდათ ენერგოსექტორთან და ძალიან კარგად იცის ეს ნაწილში. ანუ სწორედ ამის კონტექსტითაც ვიკითხავ, რას აძლევს ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკას და იმ სექტორს, რომელსაც საინვესტიციო კუთხით ძალიან ჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა. ერთი სიტყვით რო გითხრათ, აძლევს პერსპექტივას განვითარების, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს, მაგრამ ინვესტიციებისთვის აუცილებელია ინვესტორმა კარგად დაინახოს ამ გამომუშავებული ელექტროენერგიის მომავალი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გასაღების ბაზრები. მათ შორის კარგად ხვდება ყველა, რომ ჩვენ იმხელა პოტენციალი გვაქვს, რომ მოხმარება შეიძლება ამდენი პერსპექტივაში არ გქონდეს, მაგრამ მეზობელ გარემოს რომ შევხედოთ, ყველაზე კარგი ადგილი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ადგილი საექსპორტოდ არის თურქეთი იყო აქამდე და გახდება მერე ევროპა, სწორედ იქიდან რომ ფასი ელექტროენერგიის არის საკმაოდ მაღალი დღეს ევროპულ ბაზრებზე, ერთი და მეორე მათ მოთხოვნა იმ ტიპის ენერგიაზე, რომლის განვითარების პერსპექტივა გვაქვს ჩვენ. ეს არის განახლებადი ენერგიები, იმიტომ რომ თუკი ჩვენ წყარო მიიღებს ეგრეთ წოდებული GOES, ანუ Guarantee of Origins, ანუ წარმომავლობა რო არის სრულიად განახლებადი, ანუ ტექნოლოგია, რომელზეც ხდება გამომუშავება არის განახლებადი, ამ ტიპის ელექტროსადგურს დაშვება ევროპულ ბაზარზე, მისი იქნება ძალიან მარტივი. თუ იქნება ეს კაბელი, შესაბამისად არის განახლებადი ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა, ეს არის მზე, ქარი, ჰიდრო და შესაბამისად საინვესტიციო საინტერესოა. მეორე ხომ ერთი ნაწილი ამდენად აქვს საქართველოს ქართულ ენერგოსექტორს რეალურად ამის შესაძლებლობა. დღეს მე ეს ვკითხე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც, რამდენად შეგვიძლია ამის წარმოება იმ რეალობების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით, რომ მაგალითად ერთ-ერთი ძალიან მსხვილი ჰესის მშენებლობა რეალურად გაჩერდა, სწორედ იმიტომ, რომ ბევრი სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო არასათანადო კომუნიკაცია. აი ამ არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რამდენად რეალურად შეგვიძლია, რომ დღეს ჩვენ ენერგეტიკულად საკმარისი წარმოება შევძლოთ. არასათანადო, მოდი ეს ცოტა უფრო კომპლექსური თემაა, ახლა თქვენ რასაც შეეხეთ და ეს საკითხი უკავშირდება შიდა კომუნიკაციას, იმისა, რომ დავარწმუნოთ ადამიანები, რომლებიც პოტენციური, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გავლენის არეალში არიან, რომ მათთვის ეს არის გრძელვადიანი ეგრეთ წოდებული სიკეთე და მისი მონეტიზაციის ინტერესი გაუჩინოთ იმისაც, რომ ისინი დავარწმუნოთ, რომ ჰესის მშენებლობა მათთვის ცუდი კი არა, პირიქით სასიკეთოა და გრძელვადიანი სარგებელი მათ ეკნებათ, მაგრამ ეს ალბათ ამაზე ცალკე გადაცემად შეგიძლია მიუძღვნათ, რა გავაკეთოთ იმისაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა იყოს განსხვავებული, ვიდრე ახლა არის. ხო. კი, თუმცა უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ დავარწმუნოთ ეს მოსახლეობა, რომ მათთვის ეს არის სიკეთე და მეორე ის, ვინც კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და შემდეგ რომ ეს რაღაცა ტიპის საგამოდებლო ცვლილება იქნება თუ რაღაცა ტიპის სხვა ტიპის გარანტიები იქნება, განახორციელოს რომ ამ მოსახლეობას ეს განცდა გაუჩნდეს. თუმცა ეს სხვა თემაა. რაც შეეხება რესურსების ნაწილს, ჩვენ საექსპორტო რესურსები ყოველწლიურად მაის-ივნისში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ოდენობით, იმიტომ რომ იცით რომ ეს არის ნობის პერიოდი, თოვლის ნობის პერიოდი, ეს არის მაისი-ივნისი არის წვიმების პერიოდი ასევე და ჰიდროლოგია, ჰიდროს ნაწილში ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი მაის-ივნისის გენერაცია თითქმის 100%-ით არის ჰიდროსი, თითქმის იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქარის სადგური გვაქვს ჯერჯერობით 20 მეგავატიანი, თუმცა ბევრი პროექტია, მაგრამ ეხლა მოცემულობა რაც გვაქვს, ესეთია. სიჭარბე ეხლაც გვაქვს. უბრალოდ ხანდახან არის პრობლემა, რომ მეზობელ ქვეყნებთან გადადინების ნაწილში ან ფასია დაბალი
და ეკონომიკურად უკვე წამგებიანია ამის გაკეთება, ან ტექნიკური პრობლემებია, იმიტომ რომ ამ დროს მათაც გენერაცია აქვს ჩვენ მეზობელ რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს ნაწილი, ეგრეთ წოდებული კაბელის გახსნა და ეს გზა უпроსტად ნაწილი კი არა, ეს მიმართულება სწორედაც ინვესტორისთვის საჭიროა, რომ იმ პერიოდში, როცა სიჭარბე ჩდება სწორედ გაყიდვის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ყველანი კარგად ხედავთ რომ და ვიცით რომ როცა პროექტი იგეგმება, მას ფინანსური ნაკადი აქვს, ეს ფინანსური ნაკადი 10, 20, 30 წელიწადზე იგეგმება და მან კარგად უნდა იცოდეს რომ სიჭარბის პერიოდში ამ ელექტროენერგიას არ დაკარგავს, წყალს არ დახურის, მას უქმობა არ მოუწევს მის ელექტროსადგურს და ეს შესაბამისად ნეგატიურად არ აისახება მის ფინანსურ ნაკადებზე. აქედან გამომდინარე, თუ ეს პოტენციალი ხედვა ჩდება, რომ სიჭარბეების შემთხვევაში გადადინება მუდმივი შესაძლებლობა არის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო საინვესტიციო მიზიდულობა ბევრი ინვესტორისთვის. ზოგადად სისტემის სტაბილურობისთვის არის აუცილებელი ესეთ ტიპის კავშირები, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვფიქრობთ დღეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი მსხვილი მზის, ქარის ელექტროსადგურის განვითარება და შემდეგ მათ აქვს არა მხოლოდ სეზონური, არამედ დღეღამური, წუთობრივი ცვალებადობა და რაც უფრო კავშირები ძალიან ძლიერი გაქვს მეზობელ ქვეყნებთან, გადადინება, გადმოდინება, სადაც უფრო მარტივია, რაც უფრო ტექნიკური შესაძლებლობები ამის არსებობს, მით უფრო სტაბილური სისტემა გაქვს და ჩდება შესაძლებლობა, რომ იყო დარწმუნებული, რომ ხვალდაზე ბლეკაუთები, ეგრეთ წოდებული გათიშვები არ გექნება და ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ ესეც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის სტაბილურობის განცდის შეძენა ამ პროექტის. ანუ რეალურად შეუძლია საქართველოს გახდეს მათ შორის ევროკავშირისთვის ენერგეტიკული თვალსაზრისით რეალურად დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის, ანუ ერთი მხრივ ჩვენი ეს არის კავკასიის განახლება, მოდი ასე ვთქვათ და პარალელურად ტრანზიტის ფუნქციად შევასრულოთ. კი, ეს არის კავკასიურ ესე ვეძახით, ჩვენ კავკასიის განახლებადი ენერგიის რესურსების საექსპორტო პოტენციალი ევროპაში. მათ შორის საუბარია არა მარტო ვთქვათ საქართველოს რეგიონზე, არამედ კასპიის ზღვის რეგიონზე, იმიტომ რომ იცით რომ აზერბაიჯანს აქვს გეგმები განახორციელოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები თვითონ ზღვაში, ეს არის ქარის პროექტები და ამ მსხვილი ქარის პროექტებსაც ასევე სჭირდება მეტი დაცულობა სტაბილურობის ნაწილში, როცა გადადინება, გადმოდინება იქნება თავისუფლად განხორციელებად, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია ტარიფები, როგორც არის ევროპული ქვეყნები. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკომისიამ ორმხრივ სტატუსის მინიჭების ამ პროექტთან მიმართებაში, შეცვლის თუ არა ინვესტორების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკისადმი დამოკიდებულებას, ანუ გააუმჯობესებს თუ არა, რადგან ენკას იმ ცნობილმა მაგალითმა გარკვეულწილად იმიჯი შეელახა საქართველოსი ამ ნაწილში, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მოგვიწია ინვესტორზე უარის თქმა. იქ რა მიზეზი იყო თქვენ ხა ეს გადაცემა არ არის ამ თემებზე საუბრის, თუმცა მთლიანობაში ფაქტის სახეზე იყო, რომ ენკასთან მოგვიწია სასამართლო დავა, რომელიც ასევე წავაგეთ როგორც სახელმწიფო. მე მაინც ასე მგონია, რომ ამ პროექტში, კაბელის პროექტში ჩვენ დაგვჭირდება ძალიან მაღალ ტექნოლოგიური შესაბამისი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია, როგორც პარტნიორი. ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიური პარტნიორი, ეს შეიძლება იყოს საინვესტორი პარტნიორი, მაგრამ მაინც გონია, რომ იმის გამო, რომ ევროპული პროექტია, განხორციელების ნაწილში ხედვა, რომ ევროპული კომპანია ჩაერთოს, ალბათ ეს ხედვა მომავალში გაჩნდება ნელ-ნელა ევროპული ვთქვათ ბიუროკრატიის მხრიდან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ მათი ფული იქნება, მათი ინტერესი იქნება, რომ ქართულ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანულ სახელმწიფოსთან ერთად ევროპულმა კომპანიამაც მიიღო მონაწილეობა. აი, სწორედ ეხლა ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი ევროპული კომპანიებისგან ამ პროექტის და არა მარტო ამ პროექტის მიმართ, არამედ სხვილი მათ შორის ჰიდროპროექტების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან გრძელვადიან სტაბილურობას, როგორც ჩვენი ენერგეტიკული სისტემის, ასევე უზრუნველყოფს ძალიან კარგ კავშირს ევროპასთან ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, გადადინების ნაწილში. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად არის მწვანე შუქი ევროპული კომპანიების, რომ მათ უკვე დაიწყონ მოსინჯონიადაგი თვითონ კაბელი, სხვილი პროექტები, გვაქვს ჩვენ რამოდენიმე მათ შორის ნამახვანის პროექტი, რომელიც ვახსენეთ, ჩვენ გვაქვს ძველი ხუდონის პროექტი, რომელიც
ამ ფორმით, რომ ნებისმიერი ფორმით არის ალბათ ბოლომდე მისაყვანი, იმიტომ რომ ესეც სტაბილურობის ენერგეტიკული სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვანი და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პროექტია და ამ შემდეგ, ამიტომ ამ პროექტებთან დაკავშირებით, შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვჭირდება ევროპული კომპანიების ინტერესი, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის მათი განვითარება ალბათ დღეს მოდი ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ არის გაცილებით მაღალი ვიდრე სხვა ქვეყნების, სხვა რეგიონებიდან წამოსული კომპანიების და მეორე მხრივ საინვესტიციო ნაწილშიც თუ ჩვენ გვიჩნდება წვდომა ევროპული ფონდების მიმართ, აქაც ევროპული კომპანიების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან კომუნიკაცია ევროპულას თქვათ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკის დამგებლებთან, გადაწყვეტილების მიღების ფინანსური საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ შემდეგ ურთიერთობა გამარტივდეს. მე ამ ინტერესს ვხედავ ყოველდღიურ რეჟიმში და ასე მგონია, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდება. დღეს არის მოსინჯვის ეტაპი, იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპს მალე გავავლით და ხვალდაზე დადგება ის ეტაპი, როცა უკვე კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტულ, ასე ვთქვათ, შემოთავაზებებს და ინიციატივებს მოვისმენთ. კი ბატონო. კიდევ ერთ თემა, რომელსაც ავასწრებე მინდა რომ ჩვენი საუბრის გამო შევეხოთ, ეს არის განათლების რეფორმა. ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან აქტიურად მიდის ამაზე საუბარი და ის რომ ბიზნეს ბოლო წლებში ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად საუბრობთ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. ეს არის უდავო და მარტო ამ ეთერში იმდენჯერ გისაუბრიათ ყველას ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ვერც კი დავითვლით ძალიან ბევრჯერ. შესაბამისად, ის რეფორმა, რომელიც შემოგთავაზა სახელმწიფომ, რომელთან მიმართებაში კონსულტაციები ჰქონდა მათ შორის ბიზნეს ასოციაციასთან, რეალურად რას შეცვლის თქვენი გადმოსახედიდან საქართველოს საკადრო დეფიციტის აი იმ ნაწილზე, რომელსაც დღეს პრობლემა გვაქვს და კვალიფიციური კადრების ნაწილზე და რამდენად მისაღებია ის რეფორმა, რომელიც წარმოგიდგინათ პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ ბიზნეს მთლიანობაში ბიზნეს სექტორისთვის. ეს რეფორმა უღურეთ ცვლის თელ ფილოსოფიას, რაც განათლების სისტემაში აქამდე იყო, რა ფილოსოფიას გულისხმობ. დღევანდელი, მათ შორის უმაღლესი განათლების სისტემა განსაკუთრებით იყო ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული, მაგრამ ეს ბაზარი იყო აბიტურიენტების მოზიდვა. და შესაბამისად ბაზარს თავაზობდნენ იმ კვალიფიკაციებს, რომელზეც მეტი ინტერესი იყო აბიტურიენტების მხრიდან. და ეს კვალიფიკაციები არ არის დასამალი 70%, 80% ჩვენ 2022 წელს ჰქონდა ძალიან პატარა ესეთი კვლევა აბიტურიენტებში, მე-10 კლასელებში 80% იყო სამი ძირითადი პროფესია. ეს იყო იურისტები, ბიზნეს ადმინისტრება და სამედიცინო. 80%. მაშინ როცა ბაზარზე მოთხოვნა დასაქმების ნაწილ შრომის ბაზარს გულისხმობ, უკვე აბსოლუტურად განსხვავებული. აი პარადიგმის ცვლილება სწორედ ეს არის, რომ დღეს პრემიერთან შეხვედრის დროს ჩვენაც მოვისმინეთ, იყო ცალსახად გაცხადებული, რომ უმაღლესი განათლება მათ შორის პირველ რიგში ეგრეთ წოდებული საჯარო სექტორი იქნება ორიენტირებული არა ბაზრის იმ მოთხოვნაზე, ტრადიციულ მოთხოვნაზე, რომელიც იყო, ანუ კვალიფიკაციები შევქმნათ, იმიტომ რომ არის მოთხოვნა აბიტურიენტების მხრიდან, არა, არამედ იმაზე, რა მოთხოვნა დღეს დამსაქმებელს. და ამაზე იყოს ორიენტირებული მათ შორის უმაღლესი განათლება. ეს მე მგონი სრულად ცვლის ფილოსოფიას, დამოკიდებულებას და ჩვენ ამ დღეებში ძალიან ისეთი აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და გვექნებას მათ შორის საჯარო სივრცეში, სწორედ ამ კვალიფიკაციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ, უნდა იცოდეს უმაღლესმა სასწავლებელმა გარანტირებულად მისი კურსდამთავრებული სად და როგორ დასაქმდება. ეს თუ იცის მან უკვე შეეცდება ისეთი ტიპის კვალიფიკაცია შესთავაზობს აბიტურიენტებს ის სპეციალობები, რომელზეც მეტი დარწმუნებულობა ექნება, რომ უმაღლეს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მისი კურსდამთავრებული დასაქმდება. თქვენ რომ ნახოთ თანამედროვე უნივერსიტეტების თანამედროვე რეიტინგები, ამ რეიტინგებში ერთ-ერთი ყველაზე წონადი არის სწორედ მათი კურსდამთავრებულების დასაქმების პროცენტი. რაც უფრო მაღალია, მით უფრო ფასობს უნივერსიტეტი და მით უფრო ძვირია ამ უნივერსიტეტში მოხვედრა ღირებულების ნაწილში. ძვირია რომ დაეუფლო კურს, ხო? ეს მიდგომა ჩვენთან არ იყო. ჩვენთან იყო მარტივი. სახელმწიფო აფინანსებდა სტუდენტს, აბიტურიენტს და მერე უკვე სტუდენტს. სტუდენტები ირჩევდნენ, მოთხოვნა ჰქონდათ რაღაცა პროფესიებზე, მე ამ პროფესიებზე ვქმნიდი ფაკულტეტებს, ვქმნიდი ვთქვათ სპეციალობებს, მიმართულებებს და შესაბამისად ვიყავი ბედნიერი, იმიტომ რომ მე რა მოსდიოდათ ამ სტუდენტებს.
მე მგონი ამაზე კვლევაც ნორმალური არც გვაქვს სხვათა შორის, რომ ვნახოთ ეს რა რიცხვების მერესაც და ძალიან დიდი პროცენტი იყო, რომელიც კვალიფიკაციას იცვლიდა, სპეციალობას იცვლიდა, მისი კვალიფიკაციის გადამზადება ხდებოდა და ამავდროულად. ანუ ეს ბაზარი ანუ არასწორი მიმართულებით იყო უმაღლეს სასწავლებლები, ასე ვთქვათ, ორიენტირებულები და ამ ხრივ სწორია, რაც ხდება. ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანია 3+1 მიდგომა, რაც ბაზარზე გააჩენს უფრო მეტ, ასე ვთქვათ, სამუშაო ძალას. ან მიწოდება უმაღლეს სასწავლებლებიდან დამსაქმებლების მხრიდან ერთიურად გაიზრდება იმათი, ვინც დაამთავრებს. ეხლა მთავარი არის ჩვენ ასე ვთქვათ, არ წავიდეთ იგივე პრობლემის წინაშე რა აღმოჩნდეთ და არ წავიდეთ იმავე მაშინ არ ხაფანგში არ გავებათ, რომ მთავარია დიპლომირებული რამდენი გვეყოლება. არა აქვს ამას მნიშვნელობა დიპლომირებული, მთავარი არის რა ცოდნა, რა კვალიფიკაცია ექნება. მინდა გარწმუნდეთ, რომ დიპლომებს დღეს კერძო სექტორი აღარც უყურებს, ისე თქვენ რომ გენახათ 10 წლის წინ მოთხოვნები კვალიფიკაციების მიხედვით შეიძლება გაგეცი, იმიტომ რომ მოლარეს თხოვდნენ რაღაცა იმის ასპირანტურის დამთავრებას, PhD დიპლომს და ასე შემდეგ. დღეს უკვე აღარც წერენ. თავარი არის გაესაუბრონ, მიხვდნენ რა შეუძლია, თუ მას უნარი აქვს რომ აითვისონ, ასწავლონ და მიიღონ. ანუ დღეს დამოკიდებულება შეიცვალა იმდენად შიმშილია საბუშაო ბაზარზე. ამ კუთხით 3+1-ის ნაწილში სწორია რომ ვზრდით რაოდენობას, მაგრამ მივაქციოთ მეტად შინაარსი რა იქნება იმისათვის რომ ხარისხი იყოს ადეკვატური უკვე ბაზრის მოთხოვნის, დამსაქმებლების მოთხოვნის. თუ ჩვენ ვტრიალდებით დამსაქმებლებისკენ, ბიზნესისკენ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება გათვალისწინებული და ხარისხზე უკვე უნივერსიტეტი იქნება ორიენტირებული, ოღონდ ერთი თხოვნა იქნება, თუ კი მათ რაღაცა ეგრეთ წოდებულ KPI-ს რო ეძახიან, დასაქმებულთა პროცენტს დაუდგენენ როგორც შეფასების კრიტერიუმ თითოეულ უნივერსიტეტს. ხო, ამ ეთერში რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი როცა ყოფილა, სწორედ მაგას ვეკითხები ხოლმე პირველი, რომ აი რეალურად რამდენად გაქვს დასაქმების მაჩვენებელი, რამდენად იცი შენი სტუდენტები, მე რეალურად საქმდებიან თუ არა. რა შესთავაზეთ ბიზნეს, ანუ რადგან ახსენეთ, რომ გარკვეულად აქტიური კონსულტაცია გექნება დამიმართულებით, რა არის ბიზნეს ხედვა, ანუ როგორი განათლების სისტემა უნდა გქონდეს, რომ რეალურად მოერგოს მერე და დამსაქმებლის ინტერესი. აქ დამსაქმებლის ინტერესი არ არის რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესი, უბრალოდ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მიღება, თუნდაც პროფესიული განათლების მიღება არ იყოს უბრალოდ განათლების მიღება დიპლომის კუთხით. პირველი ალბათ ზოგადი განათლებიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ წლების განმავლობაში ზოგადი განათლების იმდენი რეფორმა ჩავატარეთ, იმდენი საინტერესო სახელმძღვანელო შევთავაზეთ სკოლას. პრობლემა რჩებოდა და რჩება, იმიტომ რომ აი ამ რეფორმებს სახელმწიფომ არ მიაყოლა აქტიური პედაგოგების გადამზადება, არ მიაყოლა, იმიტომ რომ იმდენად იცვლება შინაარსი სასწავლო პროგრამების და იცით თქვენ დინამიკაში ძალიან სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი. მათ ჭირდებათ აი ყოველწლიური გადამზადება მასწავლებლებს და სამწუხაროდ ეს წლების განმავლობაში მე არ ვიზახი ბოლო 2 წელია რაღაცა. ეს ხდება 30 წელია. ვერ მიაყოლა სახელმწიფო კვალიფიციურად გადამზადება იმ ახალ პროგრამებზე და შესაბამისად მასწავლებლები მუდმივად უწუნებდნენ რომ სახელმძღვანელოები პირობითად არის რთული, იმიტომ იყო რომ პროგრამა შეესაბამებოდა, რაც არსებობდა, მაგრამ ეს მასწავლებელი არავინ არ გადაამზადა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ერთი არის რას ვასწავლეთ და მეორე არის ეგრეთ წოდებული soft skill-ები, ანუ რბილი უნარების განვითარება, როგორ ხდებოდა ბავშვების კრიტიკული აზროვნება, გააზრება, ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება არის უნარები, რომელიც სწორედ სკოლის პერიოდში ვითარდება, იმიტომ რომ თუ ეს უნარები არ აქვს, მე უმაღლეს სასწავლებელში მას ამ ინფორმაციის მოძიება და მიღება და გადამოწმება და დაუფლება ძალიან უჭირს. ანუ ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი უკვე უმაღლესი განათლების ნაწილზე მე მაგალითად ვისურვებდი, რომ მეტი წამახალისებელი სქემა იყოს უმაღლეს სასწავლებლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიზნესის თანამშრომლობის. ეს შეიძლება იყოს R&D პროგრამები, ეგრეთ წოდებული კვლევები და განსაკუთრებით ჩვენ საერთოდ გაჩერდა, საერთოდ ნოლი გვაქვს ამ მიმართულებით. და სამეცნიერო-კვლევები საერთოდ ტარდება თუ არა, ეგ ბიზნესის ჩართულობით პრაქტიკულად არ ტარდება. კომერციალიზაცია ამ პროექტების ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ბიზნესი არ არის ჩართული და მეორე მხრიდანაც უნარები არ არის გამომუშავებული, როგორ მოახდინონ ამ პროექტების კომერციალიზაცია და შესაბამისად R&D ძალიან სუსტია, თანამშრომლობა ძალიან სუსტია. აი ეს არის სქემა, რომელიც სხვათა შორის გერმანიაში გაკეთდა ძალიან აქტიურად
სადაც ამ ტიპის კოლაბორაცია კვლევით ინსტიტუტების, უმაღლეს სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის სახელმწიფომ წახალისა შექმნა შესაბამისი ფონდები, გააკეთა ეს ეგრეთ წოდებული წახალისება, ინვესტიციები და საბოლოო ჯამში ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო შედეგის სახით. მე რასაც ვუყურებ, ჩვენი მოდელი ნელ-ნელა უმაღლეს განათლების განსაკუთრებით გერმანულს რაღაცნაირად ემსგავსება, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი და შემდეგ და ვისურვებდი რომ აი ამ ნაწილში კოლაბორაციის წახალისების ნაწილში ყოფილიყოს მეტი ასე ვთქვათ პლატფორმების გაჩენა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა უმაღლეს სასწავლებლების და ბიზნესის, რომ მათი აი ეს კოლაბორაცია, ურთიერთობა და კომუნიკაცია შედგეს და საბოლოო ჯამში რისთვის? იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორედ უნივერსიტეტის მერხიდან, ეგრეთ წოდებული მერხიდანვე მოახერხოს გამოკვეთა იმ ადამიანებს, რომლებთანაც კომუნიკაციას დაიწყებს უკვე როგორც პოტენციურ მათ თანამშრომლებთან. და ბიზნესს აქვს ამის სურვილი, ამის პოტენციალი, არა, ამის სურვილი, რომ აქტიურად იმუშაოს ამ ნაწილში, რომ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ თვითონ ცდილობდნენ კადრების გადამზადებასო, თუმცა ადამიანები, რომლებიც ახლა გვიყურებენ, შეიძლება ფიქრობენ და ალბათ მათი ნაწილი ასეც ფიქრობს, რომ ბიზნესი რამდენად სწორად ეძებს ამ კადრებს. დაახლოებით 5 წლის წინ ჩვენ რო პირველი კვლევა ჩავატარეთ, ის შეეხებოდა უფრო მოკლევადიან გადამზადების, ასე ვთქვათ, კურსებს, პროფესიულ განათლებას და შემდეგ. იქ კომპანიების ჩვენი წევრების დაახლოებით 7% ამბობდა, რომ ის ან თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან, ან მას შიგნით აქვს რაღაცა ტიპის გადამზადების ცენტრი. 2023 წლის, ანუ 4 წლის მერე უკვე რომ ვეკითხებოდით, უკვე 55% კომპანიების ამბობდა, რომ მან ან შიგნით დაიწყო გადამზადება, ან პროფესიულ სასწავლებლებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო. ანუ ეს დრო მოიტანა, რომ იყო პერიოდი, როცა ბიზნესი ამბობდა, რომ ეს მე არ ვიცი, მე ამაში კომპეტენცია არ მაქვს, რატო შევიდე იმაში, რაც არ ვიცი, მოდი ვინც იცის იმან გააკეთოს და შესაბამისად მე ამას მერე დავასაქმებ, წამოვიყვან. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესიდან მოწყვეტით რო კეთდებოდა, საბოლოო ჯამში ბაზრის, ანუ ბიზნესის მოთხოვნებს ეს ადამიანის კვალიფიკაცია არ შეესაბამება, ამიტომ ბიზნესი იძულებული იყო შესულიყო. თუმცა დღეს რასაც ხედა, უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი მოკლევადიან პროგრამებზე პროფესიულ განათლებას და ამავდროულად უმაღლეს განათლება კიდევ უფრო რთულია. ესე მარტივად შესვლა ბიზნესისთვის ადგეს და თვითონ რაღაცა ფორმით სამწლიანი პროგრამები შევიდეს, გააკეთოს, ალბათ, იმიტომ რომ მე მახსოვს პერიოდი პროფესიულ განათლებაზე, როდესაც მეც ვიყავი ჩართული ერთ-ერთ კომპანიაში, როცა სილაბუსები თვითონ ბიზნესმა დაიწყო წერა ამ სილაბუსები მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლის ნაწილში, უმაღლეს განათლებას მაღალი კვალიფიკაცია, იქ სილაბუსების წერა ესე მარტივი არ არის რა, ესე ვერ შევარდები და იმიტომ რომ მას მეტი კომპეტენცია ჭირდება. ამიტომ აქაც კოლაბორაციის ნაწილში თუ ჩვენ ამას ყველაფერს კარგად დავინახავთ და წავახალისებთ ამ ურთიერთობას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი მომავალი, ასე ვთქვათ, განვითარების. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, კლავაც სიამოვნებით გიმასმისლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში ლევან ნეფხვაძე საუბრობდა.